მოგესალმებით დიდი სიყვარულით. ეხლა მოგეხსენებათ, რომ არის შავი პარასკევი და ყველგან არის ფასდაკლებები და აქციები. მეც მინდა შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ანუ ერთი კვირის განმავლობაში, ვინც ჩემთან ჩაეწერებით კონსულტაციაზე, მე თქვენთვის მექნება 50%-იანი ფასდაკლება. ასევე მომავალი წლის ენერგიას, მთავარ ენერგიას გამოგითვლით უფასოდ საჩუქრად. მოდი ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ თქვენ და რა სიახლეები მოიჩქარის თქვენსკენ. რა ენერგიებში არის ახლა ის, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. მოდი ახლა ამას ვკითხოთ. და რა სიახლეები მოიჩქარის თქვენსკენ. რა სიახლეები მოიჩქარის თქვენსკენ. ის რაც თქვენ ძალიან გაგეხარდებათ. თქვენ ახლა შესაძლებელია იცით როგორ ენერგიებში იყოთ. თითქოს თქვენს ცხოვრებაზე ფიქრობდეთ, ან ფიქრობდეთ თქვენს ადამიანზე. აი როგორ იცით? თუ ქალბატონები უყურებთ, თქვენ ფიქრობთ თქვენს მამაკაცზე. თუ ბატონები უყურებთ, მაშინ თქვენს ქალბატონზე ფიქრობთ. აი თითქოს როგორ ფიქრობთ, იცი, როგორი წყნარი, მშვიდი, ნაზია და თითქოს აი რაღაცნაირად ფიქრობთ იმას, რომ ეს ქალბატონი თქვენ გელოდებათ. თუ ქალბატონები უყურებთ, თქვენ მაშინ ასე გეტყოდით, რომ თქვენ ელოდებით თქვენს ადამიანს, მაგრამ თქვენ ხვდებით იმას, რომ ეს ამ წუთას არაფერს არ მოქმედებს. აი თითქოს არჩევანის საშუალება აქვს, მაგრამ არ აკეთებს ამ არჩევანს, რატომღაც ეს სიტყვები მოდის. ასევე შესაძლებელია თქვენ ფიქრობდეთ იმას, რომ თქვენი ადამიანი რამეს გააკეთებს თქვენი გულისთვის. აი თითქოს თქვენ ფიქრობთ, რომ რამის იმოქმედებს. ასევე შესაძლებელია იყოთ ასეთ ენერგიებში, აი ზოგიერთი აი თითქოს ზიხართ და თქვენს ცხოვრებას გახურებთ. თითქოს არ იცით წინ რა გელოდებათ, მაგრამ ღმერთის იმედი გაქვთ, გჯერათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თითქოს თქვენი ცხოვრება წრეზე ტრიალებს ბედის ბორბალივით, მაგრამ რაღაცნაირად აი თითქოს იცი როგორ ხან კარგად, ხან ცუდად, ხან კარგად, ხან ცუდად, აი თითქოს რაღაცნაირად გრძნობთ იმას, რომ თქვენი ცხოვრება თითქოს ბედის ბორბალივით ტრიალებს, მაგრამ თქვენ მაინც რაღაცის იმედი გაქვთ. გჯერათ, რომ რაღაცნაირად ყველაფერი კარგად იქნება. თითქოს რაღაც სიახლეს და ნიშანს ელოდებით. აი რატომღაც ესეთ ენერგიები მოდის. და რა გაგეხარდებათ? იცით რა გაგეხარდებათ? თითქოს რაღაცნაირად თქვენი სული განთავისუფლდება. აი თითქოს აი როგორ თქვა, თქვენი სული თითქოს განთავისუფლდება. აი თითქოს ისეთი მსუბუქი, აი თითქოს სული ცეკვავს, აი რაღაცნაირად სულს უხარია. აი რაღაცნაირად სულის სიხარულს იგრძნობთ, აი თითქოს ეს სიტყვები მოდის ამ არკანიდან. ასევე შესაძლებელია გაგეხარდეთ, ვინც ელოდებით თქვენს ადამიანს, მისი მოსვლა. ძალიან გაგეხარდებათ ეს, აი იცით როგორ გაგეხარდებათ? აი რაღაცნაირად ბავშვურად იგრძნობთ თავს. ზოგიერთი შესაძლებელია ელოდებით ფინანსურ შემოსავალს და ან თითქოს როგორ იცი, ვინმე ადამიანისგან შეიძლება დახმარებას ელოდებით, რომელიც დაგეხმარებათ. თითქოს ხელს გამოგიწვდით. აი ეს გაგეხარდებათ, რომ თქვენთან შესაძლებელია ფინანსები მოვიდეს და ეს გაგეხარდეთ. კიდე რა სიახლეები მოიჩქარის? თითქოს აი თქვენ რაღაცნაირად ელოდებით, რომ თქვენი დარდი და პრობლემები წავა და თითქოს აი როგორ იცი, გზის ბოლოს რაღაცნაირად გამოანათებს რაღაცნაირად. იცით კიდე რა სიახლეები მოდის? ანუ თქვენს სულთან ჰარმონიას იპოვეთ, აი სიყვარულით შევსილად იგრძნობთ თავს, აი რაღაცნაირად მიხვდებით იმასაც, რომ
არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ვინმე ადამიანმა შეგავსოთ სიყვარულით. თქვენი თავის სიყვარულია და ყველაზე მეტად თქვენი თავი უნდა დააფასოთ და ჯერ თქვენი თავი უნდა გიყვარდეთ და მერე ეყვარებით სხვა ადამიანს. აბა წარმოიდგინეთ ახლა როგორ იქნება ესეთი რაღაც თქვენ თუ თქვენი თავი არ გიყვართ და არ აფასებთ, ვის უნდა მოთხოვოთ? ჯერ ერთი მოთხოვრაა, სიყვარულს ვერ მოითხოვ და ვერც სიყვარულს ეგრე ვერ მოითხოვ, ხო? ვერც მოწონებას, ვერც დაფასებას და ასე შემდეგ. ესეთი გრძნობები და ემოციები თავისთავად მოდის და ჩნდება. თქვენი თავი უნდა გიყვარდეთ, თქვენი თავი უნდა დააფასოთ და შემდეგ მოვლენ ადამიანები, ვინც თქვენ დაგაფასებინ და ვინც თქვენ შეგეყვარებთ. კიდევ რა სიახლეები მოიჩქარის თქვენთან? ნამდვილად მოიჩქარის. აქაც ესე ამოვიდა, თქვენ თითქოს რაღაცის მოლოდინი გაქვთ, აი თითქოს მომავალში რაღაცას ელოდებით, რომ რაღაც კარგი უნდა მოხდეს და ზოგიერთი შესაძლებელია ელოდებოდეს ფინანსურ შემოსავალს, რომელსაც მიიღებთ და ასევე ზოგიერთი შესაძლებელია ელოდებოდეთ თქვენ საყვარელ ადამიანს, რომელიც მოვა და ძალიან გაგახარდებათ, რა ძალიან გაგახარებთ. კიდე რა სიახლეები მოდის? აი თითქოს იცი როგორ არის, კი თქვენ რაღაცნაირად მომავალზე ფიქრობთ, მაგრამ მაინც რაღაც ზიხართ და ელოდებით, ანუ მაინც რაღაცნაირად გულის სიღრმეში თითქოს თავს იმშვიდებთ, ცდილობთ დამშვიდდეთ და ელოდებით და ის ადამიანიც რაღაცნაირად თქვენ გელოდებათ რა. კიდე რა სიახლეები მოდის? რა გაიხარდებათ? მათ ვინც ამ ვიდეოს უყურებს. თქვენ გაგიხარდებათ თქვენ როგორი რაღაც იცი? ანუ თუ ფიქრობდით, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი დაინგრა და ისე არ მოხდა, როგორც თქვენ გსურდათ, ეს დანგრევაც რაღაცისთვის იყო საჭირო, იმისთვის, რომ ახალი აშენებულიყო, იმისთვის, რომ ბევრი რაღაცებზე დაფიქრებულიყავით, იმისთვის, რომ ბევრი რაღაცები გაგიანალიზებინათ. და ასევე თითქოს რაღაცნაირად იცი როგორ არის, აი თითქოს მიდიოდით, მაგრამ სად მიდიოდით, თქვენც არ იცოდით, აი თითქოს დამშვიდდებით, დაწყნარდებით. სიმშვიდე მოდის თქვენთან კიდევ, აი რაღაცნაირად მშვიდი ენერგია მოდის, მთვარის ენერგიიდან მოდის, ახლა ამ წუთას ძალიან დიდი სიმშვიდე მოდის. და თითქოს რაღაცას ისე იმევთ, შესაძლებელია წახვიდეთ სადმე გასართობად, რომელიც თქვენ ძალიან გაგეხარდებათ და შევსილად იხსნათ თავს. კიდევ რა სიახლეები მოდის? მითხარი რა მოიჩქარის? თქვენთან შესაძლებელია ის რაც თქვენ იშრომეთ და რაც თქვენ გააკეთეთ თქვენი თავისთვის, შესაძლებელია ეს ეხებოდეს სამსახურს და ფინანსებს, თქვენ მიიღებთ თქვენ შემოსავალს. ასევე შესაძლებელია ელოდებოდეთ თქვენ საყვარელ ადამიანს, რომელიც მოვა და ძალიან გაგახარებთ. კიდევ აურალამაზი არკანები, აი მინდა განახოთ, ნახეთ ეტლის არკანი როგორია, ხედავთ? აი მოქმედების წინსვლის რაღაცნაირად ასე და აი შეყვარებულის არკანი მინდა განახოთ, კიდე ნახეთ. ძალიან ლამაზია. გისურვებთ სიყვარულს, სიმშვიდეს და ბედნიერებას. აი ესეთ ენერგიებს გისურვებთ, ვისაც გჭირდებათ.